საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობს პლენარულ დისკუსიაში პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში. მეზობელი ქვეყანა არამედ სანდო მეგობარია და სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის თურქეთი და მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს თურქ მეგობრებს ძალიან თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია რომ აი ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ვარ. როდესაც საუბარია მულტიპოლარულობაზე, რა თქმა უნდა ეს დიდი გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის. ამავდროულად, როცა საუბარია მულტიპოლარულ სამყაროზე, ეს შესაძლებლობებსაც გულისხმობს ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის პატარა ქვეყნისთვის, საქართველოს მსგავს ქვეყნისთვის და ეს ძალიან კომპლექსური და რთული სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მე მიმაჩნია რომ აი ეს განზომილება გვაძლევს საშუალებას რომ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები განვაღრმავოთ პარტნიორებთან. საქართველოს პატარა ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, ევროკავშირთან, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებთან, არაბთა მიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველოს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთ აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით. და აი ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად მოხდეს. ამის ერთადერთი საშუალება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება მთელს მსოფლიოსთან. ამიტომ ეს არის ჩვენი ხედვა. ასევე უვიზო მიმოსვლა გვაქვს 50 ქვეყანასთან მსოფლიოში. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობაც სხვადასხვა ქვეყანასთან. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიისა არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა წინ. თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 2001 წლამდე მოყოლებული 9.4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ კონცენტრირებას ყურადღების და ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელს რეგიონში. რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ სფეროში, ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით, ინტეგრაციის გზა, საქართველოს ინტეგრაციის გზა იქნება უფრო ინტენსიურად გახორციელებული. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. აქაც სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სამშვიდობო ხედვას განვახორციელებთ და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარს კიდევ უფრო გააძლიერებს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა, კეთილდღეობა არის ის აქცენტი, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ. Thank you very much. დიდი მადლობა.
მაკაბოჭორიშვილმა ანტალიის ფორუმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ანტალიის დიპლომატიური ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ წარმოდგენილია ძალიან ბევრი ლიდერი მასში მონაწილეობის მისაღებად და მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ ფორუმში მონაწილეობის მიღება და პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიეღო მთავარ პანელში, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში იმართება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა გქონდეს ორმხრივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გქონდეს მსჯელობა, რაც უკავშირდება საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს და რა თქმა უნდა, ამ პროცესებში საქართველოს პოზიციონირებას.